საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალურ ნიშანდებას დაექვემდებარება. ამას ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ნიშანდებასთან ერთად ფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება, რომელიც ასევე ფასიანი სერვისია. ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. როგორ უყურებს დაანონსებულ ცვლილებებს სექტორი? ელენე გოგბერაშვილი გვერდდება. შეფასებებით ალინე გისმენთ. ნინო, წარმოდგენილი ცვლილებებით ღვინის კომპანიებს ეტიკეტზე ეგრეთ წოდებული ნიშანდების დატანა სავალდებულო წესით მოუწევთ. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტით ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. თუ ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინაწლების მაჩვენებელს ავიღებთ, რაც წლიურად საშუალოდ 150 მილიონამდე ბოთლია, ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე გაიზრდება სააგენტოს შემოსავალი ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგან ნიშანდებასთან ერთად ფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება. ასეთია დაახლოებით 5000 ლოტირებული პროდუქცია, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ლოტის შემოწმების ღირებულება 75 ლარი, ჯამში ამ მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში დამატებით 375,000 ლარის მობილიზება უნდა მოხდეს. სამინისტრო დაანონსებულ ცვლილებებს იმით ხსნის, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ხარისხის და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. სპეციალისტებში განსაკუთრებულ კითხვებს ნიშანდების საფასურის შემოღება აჩენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ 10 თეთრი საკმაოდ ძვირი თანხა მის მოსალოდნელ ეფექტთან შედარებით, რომლის ამოღებასაც სახელმწიფო სექტორი დანაპირებს. თუ 10 თეთრი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიშანდება იყოს ეტიკეტზე, ეს არის გაცილებით იმაზე ძვირი, ვიდრე ამას ეფექტი ექნება. ზოგადად რატომ უნდა იყოს ფასიანი? ანუ სავარაუდოდ ეს თანხა სხვა რაღაც მომსახურების თანხა იქნება და არა ნიშანდების, იმიტომ რომ ნიშანდება წესით ყველა შეუძლია QR კოდი დაიტანოს. დღეს ქართული კომპანიები QR კოდის დატანას ახდენენ, როცა ევროკავშირში გააქვთ ექსპორტზე და არანაირი ახლა ეს დამატებითი ხარჯი არის მხოლოდ ბეჭვდის ხარჯი. ასე რომ ეს გადასახადი არ არის ნიშანდების, ეს არის გადასახადი, რომელიც უნდა რომ სახელმწიფომ აიღოს კერძო სექტორიდან. არის თქვა ქვეყნები, სადაც თქვა რაღაც გარკვეულ ხარისხის ნიშანზე გადასახადი არის დაწესებული გარკვეულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თუმცა ეს თანხა ხმარდება მარკეტინგს, ზოგ შემთხვევაში ხმარდება დაცვას ბაზარზე, ფალსიფიკაციის დაცვას და განდაცვას და ასე შემდეგ. საქართველოს ანუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემთხვევაში რა იქნება მიზანი, ამას ალბათ დამატებით იტყვიან. ყოველ შემთხვევაში 10 თეთრის გადასახადი იმდენად დიდი თანხა გამოდის, თითო ბოთლზე 10 თეთრის გადახდა, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღოს ღვინის კომპანიებმა. ნიშანდების 10 თეთრიან ტარიფს ეგრეთ წოდებულ ბეგარას უწოდებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ასევე ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია მხოლოდ კარგი ღვინოების დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა მიზნით უწესებს სახელმწიფო ღვინის კომპანიებს აღნიშნულ გადასახადს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბეგარა რა რეალურად. ეს არის შემოღებული გადასახადი, როგორც საშემოსავლოს ვიხდით, DGG-ს ვიხდით და სხვა გადასახადებს, ესე იგი ღვინის სექტორს ეკრება ეს გადასახადი რა, ავტომატურ რეჟიმში თან რა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ხა ეს დასემსახურება, არ ვიცი, ბიუჯეტს გასაჭირი აქვს და რაღაც დამატებითი არასაბიუჯეტო შემოსავლები ჭირდებათ, მაშინ თქვა პირდაპირ გაუგებარია რა მიზნით არის ეს შემოღებული, იმიტომ რომ ეს არც ხარისხზე მოახდენს გავლენას, ეს არ მოახდენს არც რაღაცა ექსპორტის გაზრდაზე გავლენას, არც შიდა რეალიზაციის გაზრდას, არ ვიცი, ეს რეალურად დასემსახურება გაუგებარია. სექტორის წარმომადგენლებისთვის ასევე გაუგებარია კანონპროექტში კიდევ ერთი ჩანაწერი, რაც მცირე მარნის სტატუსს ეხება. კერძოდ ამ სტატუსის მქონე მეღვინეობის წარმოების მოცულობები 40,000 ლიტრიდან 25,000 ლიტრამდე მცირდება. შესაბამისად, ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებს წელიწადში 25,000 ლიტრამდე ღვინოს, ისარგებლებს მცირე ზომის მარნის სტატუსით და მათზე კანონპროექტის გავლენა არ ექნება. ამ სტატუსს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს და გაეზრდება სერტიფიცირებისათვის დადგენილი მომსახურების ღირებულება და ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებაც მოუწევთ. უფრო ვრცლად თუ რა იცვლება ღვინის სექტორისთვის წარმოდგენილი ცვლილებებით მეც მაყურებელს საღამოს შევამჯობელი გამოშვებიდან მოუყვებით. მადლობა ელენე, რა იცვლება მეღვინეობის სექტორში? ელენე გოგბერაშვილმა გაგვაცნო.